იქიძე სამი დღის განმავლობაში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. სამი დღის შემდეგ არის ჩვეულებრივი კოშიმშილე იმ 6-დან ერთ-ერთი და მიუხედავად ამხელა დროისა უკვე 7-8 დღე გამოდის ირაკლის შემთხვევაში პროცესშიც არის მოშიმშილეც არის და მინდა გამძლეობა უსურვოთ როგორც ირაკლის ასევე ყველა მოშიმშილე ადამიანს როგორც კარავში ასევე ჩვენს მეგობრებს საპატიმროში წინასწარ დაკავების იზოლატორში გიორგის და მერაბს ეს ორი ადამიანია ვინც გამოაცხადა უადო შიმშილობა მხოლოდ ერთი მოთხოვნით რომ აუცილებლად თავრობა მოგვისმინოს თავრობა დაждდეს ჩვენთან მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩვენი დაკავება არ იყოს ვაჭრობის საგანი. ყველას მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას მოგითხრით ყველას აღმოსვლისთვის და პირველ რიგში აქ მყოფებს ყველას ვინ ჩემს ზურგს უკან განან ზოგი ვიხედები გამარჯვების პარტიზი ხართ ყველას მოგიწოდებთ პირველ რიგში ძალიან დიდი თხოვნით და თავდაბლობით მე არ მინდა თქვენი ზურგს უკან დგომა ეს არ გაიგოთ ცუდად მინდათ რომ ყველა ედგეთ ჩემს წინ და ისე გადმოვცე ბოლო ძალები შემოვჩენია რომ ეს საუბარიც გადმოვცედა თხოვთ დამაფასოთ ყველამ დააფასეთ ეს ქალაქი არაფერს არ თხოვთ განსაკუთრებულს ზოგი სოფლიდან ხართ ჩამოსული ზოგი თვითონ ქალაქიდან და ზოგი რაიონებიდან დიდი გზა გაქვთ გამოვლილი და სულ რაღაც 20 მეტრის უკან გახართ და თხოვთ ყველას დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან ყველა გადმოვბრძანდეთ ჩემს წინ მე არა ვარ არავის ლიდერი თქვენ ხართ ჩემი ლიდერები თქვენ ხართ ჩემი ძალა პირველ რიგში შევეცდები და პირველ რიგში მე ჩემი საუბრით მინდა პირველ რიგში ჩემ ქალაქს უთხრა რომ ძალიან მიყვარს ჭიათურა ამ პროცესებმა ძალიან შემოყვარა ჭიათურა მე ამას საუბრობ როგორც ოჯახის შვილი მე ამას საუბრობ როგორც ქართველი მე ამას საუბრობ როგორც მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი მე ამას საუბრობ როგორც მრავალი საუკუნოვანი ეკლესია მონასტრები გვაქვს და იმ ეკლესია მონასტრებში მრავალი მეუფე მრავალი მამაუები დედაუები იღწვიან ჩვენი კეთილდღეობისთვის ჩვენი ერთიანობისთვის ჩვენი სარწმუნოებისთვის და მინდა რომ რაღაც ქრონოლოგიურად შევაფასო აქ რა მდგომარეობაში დაცვარ და ზოგადად რა მდგომარეობა არის ჭიათურაში მინდა შევეხო ბოლოს განვითარებულ მოვლენებს და პირველ რიგში აქედან მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ ჩვენ გმირებს რომლებმაც დღეს ჩვენ გვარწმუნებენ იმას რომ ის ადამიანები არიან არაკანონიერი ლიდერები ისინი არც ლიდერები ყოფილან და არც ჯალათები არიან არც კრიმინალები არიან მე ვარ ისევ და ისევ განმეორდები ქრისტიანი მართლმადიდებელი ხალხი ადამიანი ქრისტიან მართლმადიდებლურ ოჯახში დაბადებული ჩემი წინაპრები ჩემი მოდგმით და ჩემი ჯიში მე ჩემი ქალაქის წინაშე ყველას განახევთ რომ გულზე მკიდია გულით ვატარებ უფალს ჯვარი ხელში მიჭირავს მამა გაბრიელის ხატი რომელიც ძალიან მაძლიერებს უფრო შემაყვარა მე ჩემი თავით ჩემი ქალაქიც და პირველ რიგში ჩემი სარწმუნოება ყველას მოგიწოდებთ ეს არის ქალაქის გადარჩენის დღე საათები წამები ყველანაირად ცდილობენ მოკლე დროში გავხდეხონ მაგრამ მე პირადად ვერ გამტეხავენ და კვირდებით ისევ და ისევ ესეთი უბრალო ესეთი გლეხი ესეთი წესიერი ადამიანი დავრჩები ყოველთვის რაც შეეხება იმ გმირებს ეხლა რომ ვახსენე ნამდვილად გმირებს აქ ვიყავი ადამიანმა რომელმაც შევძელი მე ჩემი თავი დავარწმუნებ და ყველა მარწმუნებდა საერთოდ ყველა გამვლელი იყო გამოვლელი თუ ესე შემდეგ არ ქნა არ გინდა შენ ეგ მშრალი შიმშილობა არ გინდა მაგრამ მე მაინც ვქენი იმიტომ რომ მე ამაში იმ მომენტში ვნახე ის ძალა რომ სამწუხაროდ ამ ქალაქში შემსავით ედის დაბადებული შვილები დღეს რო თანამდებობის პირები გვია ისინი არ არიან ჩვენს მიმართ არც ერთი სოლიდარული ვინც აქ გახართ ყველანი ხართ შემსავით უბრალო ადამიანები
ხელი აწიეთ რომელი ხარ თანამდებობის პირები. არც ერთი არა ვართ, ყველა უბრალო ხალხი ვართ და პირველ რიგში საქართველოს უნდა გაიგოს. პრემიერმა უნდა გაიგოს, რომ გავარ ჩვენ შრომელი ადამიანები. მხოლოდ და მხოლოდ შრომელი ადამიანები. ჩვენ არ გვყავს ლიდერი, არ გვჭირდება ლიდერი. ჩვენ მაღარუელებს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა გიჩმა უწოდა მაღარუელებს მხოლოდ და მხოლოდ მიწის მხრელები. ამ ჭიათურლებს არ იცნობს საქართველოს შეიძლება 2%. ავიღოთ თბილისი, ავიღოთ ზუგდიდი, ავიღოთ ფოთი და ესე შემდეგ. და ერთი სიტყვით, იმიტომ რომ ის დღეს პარლამენტშია იყო და ძველი პარლამენტარია და ვითომ ძალაუფლებას ხედავს, ერთი სიტყვით ჩვენ ყველა ჭიათურლებს გვიწოდა რომ თქვენ არც სიტყვის უფლება გაქვთ, არც გამოსვლის უფლება გაქვთ, არც თქვენი აზრი გაგაჩნიათ. თქვენ ხართ მხოლოდ და მხოლოდ მიწის მხრელები. ეს მიწის მხრელები იყვნენ ზუსტად 2020 წელში. არც ერთ მაღარუელს არ უთქვია თავის ქვეყნისთვის, თავის ეკონომიკის, ხილსეული, სტაბილური საქართველოსთვის. არასდროს არ უთქვია უარი, რომ ჩვენ ამ პანდემიის გამო არ შევალთ მაღაროში. ამაში ხომ ეთანხმებით? ეს ადამიანები ეხლა კი იმას გვიმტკიცებენ, რომ ყველა აქ წარმომადგენლები ჩვენ ვართ რადიკალები, არა ბატონებო, ჩვენ ვართ ყველაზე დაბალი ფენა. გლეხები ვართ, შრომელები ვართ და გვიამაყება. გაჩერება მოთხი დაჭერილიდან. მე ჭირიც მაზიარებდა, სანამ აქციაზე მოვიდოდი, ტალხინის მაზიარებდა იმ ადამიანთან, მერაბ სარალიზესთან. ჭიათურაში არსებობს ესეთი დიდი სოფელი, ძალიან ლამაზი სოფელი, ხრეითი, სადაც დაიბადა მერაბი სარალიზე, სადაც ის გაიზარდა დედის და მამის გარეშე. გაჭირვებაში ხალხო, ადით და იკითხეთ, იგი კითხეთ სადაც დაიბადა. ის ბიჭი რო წლიდან გამოდიოდა, ძილზე არ ფიქრობდა, იმიტომ რომ სახლში ძალიან გმირი, ძალიან კეთილშობილი მეუღლე და 2 შვილი ყავს. ისინი აუცილებლად ხისეულად გაიზრდებიან, ისეთი ამიშვილები არიან. მაგრამ ადით და კითხეთ, ეს რეალობა იყო. წლიდან კაცი გამოდიოდა, თავისუფლებში მიდიოდა, პარი ეკავა ხან ხელში, ხან თოხი ეკავა, მის დაბეგულ ხელებს, მის დაბოჟილ ხელებს შეხედეთ, თუ მერაბი არის კრიმინალი. წარმოდგენილები არიან ჩვენი ადგილობრივი პოლიცია. წარმოდგენილი არიან ჩვენი ადგილობრივი პოლიცია. ერთ-ერთი მაინც გამოვიდეს და თქვას, მერაბის სიცოცხლის ისტორიაში ოდნავ მაინც შირეოდენი რაღაც მონაკვეთში თავისი დანაშაულისთვის ერთხელ თუ მაინც იყო პოლიციაში ნამყოფი. დღეს რა ხდება ხალხო ჩვენი გულისთვის, ჭიათურის გულისთვის? კაცმა ყველაფერზე აიღო, რავი, გაწირა თავი, შეიძლება იქ თითოეული მათგანი აღმოჩნდეს. თითოეული მათგანი. მე ფერს ვეღარ ვისაუბრებ, მაგრამ ყოველთვის გასწორდეთ, უფალი, მისშობელი და ჩვენი ეკლესია. ჩვენი დედაუები, ჩვენი მამაუები და ამასთანავე ერთად გახსოვდეთ ყოველთვის მერაბის დაბეგვილი ხელები, რომელმაც მან შრომა მოუტანა მეტმა არაფერმა. თუ თქვენ ნამუსის შეგცევთ, სინდისის შეგცევთ ყველას, ჩემო ჭიათურლებო, თუ დახვალთ ჩემ აზრზე, ძალიან ვთხოვთ ყოველ დღე 24 საათიან რეჟიმში. ძალიან ვთხოვთ ერთად დავიცვათ ჭიათურა. დიდება საქართველოს, დიდება ჭიათურას და გაუმარჯოთ ყველა ღირსეულ ჭიათურას, მაღარიულებს და მშრომელებს. მოგესალმებით ყველას. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, სოლიდარობისთვის, გვერდში დგომისთვის. ერთი რაღაც სათხოვარი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ ჭიათურლებისთვის, რომლებიც დღესაც ადიან და ხელს აწერენ. ხალხო, თუ გადაგვაბიჯებთ ფერს, ძალიან გთხოვთ.
აქ დგავარ, აქ ვიბრძვით. ვიბრძვით იმისთვის, რომ ღირსეულად შევიდეთ მაღაროში. არავის არ გვინდა ჩვენ იოლი პული. არავის არაფერში არ გჭირდება, იმიტომ რომ არ ვართ მიჩვეული იოლ პულს. ყველას გვინდა ჩვენი პატიოსანი შრომით, ღირსეული შრომით მოპოვებული ფული მივიტანოთ ოჯახებში. არავის არ გვინდა არც ნაწყევარი ფული და არც ნაკინები ფული. ამიტომ ახო აქად აინას მეტრასაც აკეთებ. კარგად დაინახეთ ეს ყველაფერი რა ხდება. კომპანიას რომელსაც სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი ერთი თვის წინ დაკოდრებაზე და ლიკვიდაციაზე. როდესაც აღარ აგრძელებდა მიწისქვეშა მოპოვებით სამუშაოებს, ვიბრძოლეთ. გადავადგმევიეთ უკან ნაბიჯი. არ დაიგეროთ, რომ ვინმე თავისი კეთილებით გააკეთა ეს ყველაფერი ან კომპანიამ ან პროფკავშირმა. ჩვენმა ბრძოლამ მოიტანა ეს შედეგი. ხალხო, ამის გარდა ორი თვის ხელფასები რო დაგვირიცხეს. აბა კარგად გაიხსენეთ, ვინ გვიროდა ამ ხელფასებზე. ვინ იღებდა ხმას? თქვენი თქმით, კომპანიამ თავისი კეთილებით დაიწყა ეს ხელფასები? ჩვენმა ბრძოლამ ღამეების თეთრად გათენება, ჩვენმა ხმის ჩახლეჩვა, ჩვენმა სულისკვეთებამ გადაადგმევინათ ის ნაბიჯი, რომ დარიცხეს ზუსტად ეგ ხელფასი. ხმა აღარ გაგვიღია უკვე ამ ხელფასებზე და ვაცადეთ კომპანიასაც და პროფკავშირსაც. ერთი თვის ხელფასი კიდევ გვეკუთვნის. რომელიმეს გაგიგონიათ უთქვიათ, რომ ხელფასი დასარიცხი და უნდა დაგირიცხოთო? რატომ თუ იცი? რატომ არ იმაღლებენ ამაზე ხმას კომპანია ან პროფკავშირი? უარიან ჩვენი უფლებადამცველები პროფკავშირები. რატომ არ იღებენ ამაზე ხმას თქვენი ფიქრით? იმიტომ რომ ჩვენ გავჩვენდით, ვაცადეთ, ნახეთ მაგათი კეთილინება. ამიტომ დღეს როდესაც ხელს აწერთ თქვენ ამ ყველაფერზე, რომელსაც არ გაგიმარტავენ, არაფერს არ გეუბნებია რაზე აწერთ ხელს, გამოდის იურისტი და კიდევ იტყუება, რომ იურიდიული ძალა არ გააჩნიაო. თქვენი ფიქრი, რომელ დოკუმენტსაც ხელს აწერთ, რომელ დოკუმენტსაც თქვენი პირადი ნომრი ამყარებთ, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია და უბრალო ფარადი ნაბურცელია? ნებისმიერ დროს, სადაც თქვენი ხელმოწერა იქნება, სადაც თქვენი პირადობის ნომერით იქნება დადასტურებული, რომ თქვენ ხელი მოაწერეთ ამ დოკუმენტს, ყოველთვის მიცემენ იურიდიულ ძალას, იმიტომ რომ იურიდიული დოკუმენტია. დოკუმენტია ეს დოკუმენტი. არ არის ეს ან წერილი, ან დეპეშა, ან სამედიცინო რეცეპტი. ეს არის ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. გააჩნია იურიდიული ძალა, რომელზედაც აწერთ ხელს. ეთანხმებით იმ რეორგანიზაციას, რომელი რეორგანიზაციაც არის მარგინალური ისევ და ისევ შრომელი ხალხის. ეთანხმებით იმას, რომ შეგიმციროთ ხელფასები. ეთანხმებით იმას, რომ იმუშაოთ, ვინც ვახტურ რეჟიმზე მუშაობს, თვეში 16 დღეს იმუშაოთ, 10-24 დღე, 26 დღე თვეში. მაგრამ ის 12 საათი, რასაც მუშაობდით, ის 12 საათი მაინც ვერ მიხვალთ სახლში. გზაში გაატარებთ იმას.
ხოლო სახში ვეღარ გაატარებთ იმ 14 და 15 დღეს, რასაც ატარებდი. ხალხი, რომელიც სანატორიუმში მუშაობდა, რომელიც დაკავებული იყო იმ ხალხზე ზრუნვით, რომლებიც დაღლილები მიდიოდნენ, მათ კვება ჭირდებოდა. მათ უზრუნველყოფა ჭირდებოდა და ამ ყველაფერში ეს ხალხი მონაწილეობას იღებდნენ. ეს ხალხი ვინმეს დაჭირდება? ეს კალბატონები ხო უნდა შემცირდნენ ამ სიტუაციაში. სად უშვებთ ამ შრომელ ხალხს? რას უშვებით ამ შრომელ ხალხს? რას უშვებით ამ კალბატონებს? რატო ამაზე არ გიჩნდებათ კითხვა? მათ ხომ შრომა უნდათ, ხო ეკუთვნით თავის ქალაქში, ღირსეულად, პატიოსნად იშრომონ და თავისი ნაშრომი მიუტანონ სახში თავის ოჯახს. რა უქნან იმ ხალხმა თავის ოჯახს, როდესაც მოშივდება? რეორგანიზაციას, როდესაც იძახის კომპანია, რა დათქმებით იძახის რეორგანიზაციას, რატო განმარტავს? ჩვენ, რომლებსაც 12 საათიან რეჟიმზე 180 ტონა მანგანუმი უნდა გამოგვეტანა 12 საათში. იქნებდა 8 საათში ამ რეორგანიზაციის და გამოტანის შედეგად იქნება 180 ტონის მაგივრად 8 საათში 240 ტონას გვავალებენ. შევძლებთ ამას, რო ვაწერთ ამ რეორგანიზაციაზე ხელს. რეორგანიზაცია მარტო ხალხის განთავისუფლებას არ ნიშნავს. ნიშნავს მოპოვების უფლებას. ნიშნავს ინვენტარიზაციის უფლებას. რამდენი რამეს მოიცავს რეორგანიზაცია, რომელიმემ გაგიმართათ? რატო აწერთ ამისთანა რაღაცაზე ხელს, როდესაც არ იცი? რაც შეეხება დანარჩენს. დღეს აქ არის ძალიან ბევრი მომავალი თაობა წარმოდგენილი. ჩვენ ჭიათურაში მანგანუმის ძალიან მცირე პროცენტი დაგვრჩა მარაგში, რომელიც მალე გამოილევა. ჩვენ კაი ჯანდაბას ვიმუშავებთ და კიდე გამოგვებავთ ოჯახს. ამ მომავალ თაობას რას უტოვებთ ხალხო, როდესაც მანგანუმი გამოილევა ჭიათურაში? ვით ირჩინოს ამ ხალხმა თავი? ამისათვის არის საჭირო ზუსტად ჭიათურის განვითარების ფონდი, რომელსაც ვითხოვთ, რომელზედაც არ გვხვდება კომპანია. არადა ეს ყველაფერი არის საჭირო, ეს ფონდი იმისთვის არის საჭირო, რომ მომავალ თაობას დარჩეს განვითარების საშუალება. მალე დაიწყო ჭიათურამ განვითარება სხვა მხრივ, შეიქმნა სხვა სამუშაო გარემო, დაფინანსდეს ის მიკრობიზნესები, რომლებიც მოახერხებს მაღაროდან გამოსული ხალხის კიდევ ხელთავიდან დასაქმებას. შეძლებს ეს ფონდი ამ მომავალ თაობას დაუფინანსოს სწავლა უმაღლეს განათლებაზე, დაუფინანსოს ბინები თბილისში, მიიღოს ამ ხალხმა უმაღლესი განათლება, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენ ქალაქს და ჩვენ საქართველოს გამოუადგებია. რომელიმე მეტყვის და დამაჯერებს იმას, რომ ინვესტიციაში განათლებაში ჩადებული ინვესტიცია წამგებიანია, რომელიმე დამაჯერებთ ამას? შეგიძლიათ თქვათ ეს? საჭირო არის ფონდი ჭიათურის გადასარჩენად. რაც შეეხება კომპანიის გადაწყვეტილებას, რომ მონიტორინგი უნდა დაიწყოს მაღაროებში და დაიწყო. შედის ძალით დაიწყებს მონიტორინგს, დათვალიერებას. ბატონებო, ზოგიერთი თქვენთაგანი პირველად შედიხართ მაღაროებში. ხოლო
აქეთ თუ გადმოიხედავთ მაგმაღაროები ამ ხელებით არის აშენებული და გაკეთებული. თითეული ამ მაღაროელების ხელით არის შექმნილი ეგ მაღაროები. ჩვენ სახლს, ჩვენ კარს, ჩვენ ნაშრომს თქვენ ვერ შეაფასებთ ისე როგორ ჩვენ შევაფასებთ. თქვენ როგორ უნდა დადოთ დასკვნა ჩვენ ნაშრომზე ჩვენ რას ვაკეთებდით და როგორ შეიძლება იმის გადარჩენა. ამიტომ კეთილი იმებეთ და მოგვისმინეთ. ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თქვენ. როდესაც თქვენ გვლით რომ გამოუშვით თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც უნდა მოესმინა მშრომელი ხალხისთვის. ის ბატონი ჩვენთან მოსასმენად არ მოვიდა. ის ბატონი მოვიდა ჩვენთან მათრახი. მოვიდა იმით რომ უნდა რომ დაგვადგას მონური უხელი. მაგრამ ჭიათურელი მაღაროელები, მშრომელი ხალხი ვართ ამაყები. არასოდეს არ დავიდგავთ მონურ უღელს. ჩვენ შევწევს ვაშკაცობა იმისა, სადაც თქვენ გეშინიათ მაღაროში შესვლა, ჩვენ შევდივართ და მუშაობთ. ამიტომ მოუწოდებ კიდევ და კიდევ ერთხელ ხელისუფლებას. მოგვისმინოს, მოусმინოს მშრომელ ხალხს. მოусმინოს შუქრუთის მოსახლეობას, რომლებსაც სახლები ენქრევა, რომლებსაც გუშინ არ მოусმინეს. ადგენდა და იცულებით ჩარდეს ვენტილატორი. იმ ხალხს რომ სახლები დაეკრევა და როდესაც სასასვლელი არსად ექნებათ, რა უნდა ქნან იმ ხალხმა, რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი გასცემს პასუხს. ამისათვის არის საჭირო ის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ხელთ ეწიფება ამ პრობლემის გადაჭრა. მითო უნდა მოვიდეს და მითო უნდა მოგვისმინოს. იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ხოლო თქვენ ამ ქვეყნის ხელისუფალი ხართ. ეგეთი მართლობა არ გამოდგება. მართლმა სულ უნდა მოусმინოს თავის ხალხს. თორე ესე დაიწყება ქაოსი. არ იქნება არასოდეს ესეთი რაღაცა მომგებიანი. მოგვისმინეთ, დაგვიჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან და განახებთ თუ არ შეგვიძლია კონსტრუქციული დიალოგი. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა მოსმენით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. მივესალმები განსაკუთრებით ჩვენ სტუმრებს მთელი საქართველოდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან, სულორიდან, გონით ყიბულიდან. ყველას და ბოდიშგირთით თუ გამომრჩავინმე მივესალმოთ. დიახ, ჭიათურელებო, ხუხარეტაშით მივესალმოთ ამ ადამიანებს, ვინც ჩვენი სოლიდარობისთვის გამონახა დრო და ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად. ერთი თხოვნა უნდა მექნება რომ გაგიმარჯვოთ. ერთი თხოვნა უნდა მექნებათ რომ ესე გაფანტულად რომ არ იყოთ, აი ჩვენს წინ თუ შეგიძლიათ რომ აი აქ მოგდეთ ასეთი საპატიო ადგილი, ასეთი საპატიო ხალხი, ყოველთვის იყოთ ჩვენი ყურადღების ცენტრში და ყოველთვის იყოთ ჩვენს წინ. ასევე
იქნება შესაძლებლობა, შეიძლება ყველასი ვერა, მაგრამ იქნება შესაძლებლობა თქვენი ჩამოსვლის მიზეზი, სოლიდარობის გამოხატვის დააფიქსიროთ, ამოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ დღეს ჭიათურაში არსებულ პროტესტს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტებს, თუ როგორ შეიძლებოდა დამძიმებულიყო, როგორ შეიძლება გართულებულიყო სიტუაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია, რაც მოაწყვეს 2-3 დღის წინ, ეს იყო ყოველგვარ მოლოდინს მიღმა. ეს მართლა არ იყო ჩვენი განხილვის ვარიანტი და იმასაც კი ჩვენ მოლოდინებსაც კი გადააბიჯეს და გადააჭარბეს ამათმა ქმედებებმა. მე მინდა კარგად დაიმახსოვროთ, ან დაარიგოთ კიდევაც არის საშუალება. პირველი ნომერი, პირველი პროვოკატორი ჭიათურის, რომლის ხარჯზეც დღეს 4 გულანთებული ვაჟკაცი განაჩენს ელოდება. 6-დან 9 წლამდე ემუქრება. ამის მოწმეები, ვინც ბრალდებას უყენებენ ჩვენს მებრძოლ ბიჭებს, 2 გახლავთ რუსი ხალხის ზიზღი არ მაქვს. მე კითხვა მაქვს, რა უნდოდა თხილისწყლის მაღაროზე რუსებს, რა ესაქმებოდათ და რატო აძლევენ ისეთ ჩვენებას, რაც რეალობასთან ახლოსაც არ არის. მაგრამ ჩვენი შეფასებით, ჩვენთან მოსული ინფორმაციით, ეს ყველაფერი იგეგმებოდა რამოდენიმე დღით ადრე. იყო შევიწროება აღნიშნული დირექტორებისა. რას აკეთებთ? ეს იყო ჩვენი მოლოდინი? თქვენ ხალხს ხელიც კი ვერ მოაწერინეთ ერთ ფარატინა ფურცელზე. ფარატინა ფურცელი, რომელიც ჭიათურისთვის გახდებოდა გადამწყვეტი. და ეხლა დაგახმართ კოორდინატორებსაც კი ყველანაირი გაგებით, რომ ხელი მოაწერონ ყველამ ამ განცხადებას. ვიდრე ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა, ღიად ეხმარებოდნენ ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები, სოფლის გამგებლები, ურეკავდნენ ტელეფონებით, თხოვნით, მუქარით, ნათესაობით, რომ ადით სანატორიუმში და მოაწერეთ აღნიშნულ განცხადებას ხელი. უტეხი იყო ჭიათურა, უტეხი იყო და არ აწერდნენ ხელს, იმიტომ რომ სჯეროდათ ჩვენი. მაგრამ ძალამ თავისი გააკეთა. დააშანტაჟეს, პირველ რიგში მაგალითის მიცემი გახადეს მერიის ის დასაქმებულები, რომლებიც პარალელურად ყოფილან თურმე დასაქმებულები მაღაროშიც. იღებდნენ ხელფასს წლების განმავლობაში, უფრო სწორად რომ ვთქვათ, 2017 წლიდან დღემდე იღებენ ხელფასს როგორც დასაქმებულები, როგორც მაღაროელები. და ესენი ჩვენს კისერზე სხედან. პირველ რიგში მაგათ მოაწერეს ხელი, მიცეს მაგალითი დანარჩენებს. შემდეგ მოაწერეს დირექტორებმა, მთავარმა ინჟინრებმა, ცვლის უფროსებმა, საბედნიეროდ ყველამ არა, რადგან კაცები და ადამიანები ყველგან არიან, ყველა პროფესიაში. და მადლობა იმ ხალხს, ვინც თავისი უფლებები კარგად იცის, ვინც თავისი პრინციპების გულისთვის, ვისაც შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს იდეისთვის და ამ იდეას შეიძლება შეეწიროს კიდევაც არა მარტო მისი სამსახური,
არამედ ფიზიკურად თვითონაც. და ასეთი ხალხი დგანან ჩვენს გვერდით და ჩვენს გვაქვს მათი იმედი. თუმცა არიან ისეთი ადამიანები, ვინც გავლენის ქვეშ მოექცენ, მაგრამ დღეს ეს არ არის მთავარი. დღეს უნდა ვიხელმძღვანელოთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი 4 ადამიანი ზის ციხეში, ზის საპატიმროში, დღეს აი ამ წუთებშიც თუ ყველაფერი არ არის ხალხო პოლიტიკური, რატომ მაინც და მაინც დღეს პირველ საათზე, როდესაც 4 დღის წინ დავაანონსეთ ჭიათურაში ფართომასშტაბიანი აქცია, სასამართლომ რატომ ჩანიშნა დღეს პირველ საათზე საპროცესო? გუშინაც შეიძლებოდა, გუშინ რატო გადაიგო, დღეს რატო მაინც და მაინც პირველი საათი? ამოქმედდა. ბოდიშგირდით ერთ-ერთი მოშიმშილე გახდა, ცუდად და სასწრაფო დახმარების მანქანა მოვასრულმალი აქ, რომ გამოვატარო. აი ესე მოხდა. გუშინდელ დღეს რაც შეეხება პოლიციური ძალებით, რეჟიმით, ძალადობით მოახერხეს ის, რაც 400 დღეზე მეტია ბრჭყალებში ვერ ახერხებდნენ. აქ გიჟები არავინ არა ვართ ხალხო. პირველ რიგში მთავრობას მივმართავ. თქვენ არ შეგეძლოთ ხო 300 დღის წინ, 150 დღის წინ შუქრუთში ვენტილატორი ჩაგერთოთ ხო? მუშა პროცესი აღედგინათ ხო? მაინც და მაინც გუში შეძელით. არა, აქ მოხდა შემდეგი. ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ვათვალიერებდი, ვდუმდი კიდევაც. მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი ძმები პოლიტიკური ნიშნით არიან პირდაპირ პატიმრები და რატო არიან მაგასაც ავხსნი. დღეს ხედან და უსინდისო ბრალდებების გამო 6-დან 9 წლამდე ელოდებიან ციხეს. მე ვეღარ გავჩუმდები და ვეღარ ვიქნები ნაჭუჭი ჩაკეტი. მე უნდა ვისაუბრო ყველაფერი, რა პროვოკაციებით დააგეს მთავრობასთან ერთად, პოლიციასთან ერთად. და ხვალ ან ზე მე ვაკ აღარ ვიქნები და სხვაგან ვიქნები. ყველას გეცოდინებათ ეს ინფორმაცია, რა კორუფციული კარიგებები ხდება ჭიათურაში, რა ზეწოლები ხდება მაყაროელებზე და ყველას გექნებათ უფლება რომ იყვიროთ, იხმაუროთ, რომ ჩვენ ვართ მსხვერპლი ამ ბინძური პოლიტიკისა, რასაც ჯორჯიან მანგანეზი ქვია და მისი არაოფიციალური მთავრობები ქვია სათავეში, მთავრობაში. ვიდრე თავისუფალი ვარ, ყველაფერი უნდა მოვასწრო. მე მინდა მაგალითი წაგიკითხოთ. რა დღეში ჩავარდება ჭიათურა, ეს თავისუფალი ამაყი ქალაქი და მოქალაქეები. რა დღეში ჩავარდება თუ ამ მონობის უხელს დაიდგავს, სოცკის უხელს დაიდგავს. ეს გახლავთ. ეს გახლავთ ტყიბულელი მეშახტის წერილი, ხალხო, რაც მე უნდა წავიკითხო. არ მოგესმათ, ეს ადამიანი მეშახტეა და პატიმარი არ არის. ტყიბული ჩვენიდან 30-40 კილომეტრშია და ზუსტად იმ შანტაჟის გამო, რომ შეიძლება სამსახური დაკარგოს, ოჯახი მშიერი დარჩეს. ამიტომ ეცადა რომ კიდე დიდი ვაჟკაცობა, რომ წერილი გამოგვიგზავნა, ფიზიკურად ვერ ჩამოვიდა, სახელი გვარის გასაჯაროება არ უნდა. ეს გაგვემართება ხალხო ჭიათურელი,
ამ თავისუფლებას უყარდავთ ჩვენ დღეს ხვალ ამ განცხადებაზე ხელის მოწერის რუსი ოლიგარქის შემოსვლის შემთხვევაში. დიახ, 2019 წლიდან დღემდე ტყიბული შეძლო და ასე გაათითო კაცა, ასე შეაშინა, ასე გააჩუმა და ვიდრე თავისუფალი ჭიათურელები ქვია, ვიდრე სიტყვის თავისუფლება გვაქვს ხალხო, არ დავნებდეთ ამათ მონურ პირობებს, არ მოაწეროთ ხელი, რადგან ზუსტად იგივე დაგვემართება, რაც ტყიბულში ჭირს დასაქმებულებს. კითხულობ წერილს. ტყიბულელი მეშახტის სოლიდარობის წერილი ჭიათურელ მაღაროელებს. მაღაროელებო, ჩვენ თქვენთან ერთად ვითხოვთ უსამართლოდ დაჭერილი მაღაროელების გათავისუფლებას. სამთოელების დიდ ოჯახს არ ახსოვს, რომ მშრომელები ღირსეული ცხოვრების მოთხოვნის გამო დაეჭირათ. ბიჭების ადგილი თავისუფლებაზეა და არა იქ, სადაც ახლა არიან. ჩვენ მიწის სიღრმეში მომუშავეებმა ვიცით, რას ნიშნავს ოჯახის გამოსაკვებად რისკზე წასვლა ყოველ ცვლაზე. ჩვენი პროტესტი არა მხოლოდ ჭიათურის, არამედ მთელი სამთო-მომპოვებელი რეგიონების ბრძოლა ღირსეული და სამართლიანი შრომის პირობებისთვის. ამიტომ თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. დღეს თქვენ გჭირდებათ სოლიდარობა, ხვალ შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს. სამწუხაროდ ბევრი მეშახტე თქვენს მიმართ აქტიურ მხარდაჭერას ვერ გამოხატავს ვალების, ოჯახური პასუხისმგებლობების, სამსახურის დაკარგვის საფრთხის გამო, მაგრამ გულში ვიცით, რომ თუ თქვენ დამარცხდებით, ეს ჩვენი დამარცხებაც იქნება. ტყიბულელი მეშახტეების პასიურობას სხვა მიზეზებიც აქვს. სოჭკის მმართველობა დგას მშრომელებს შორის უნდობლობის ჩამოგდებაზე. ეს ვითარება თქვენთვის გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს. არ მოაწეროთ ხელი თაღლითურ ხელშეკრულებას, რომელიც ღირსეული შრომის, ღირსეული ანაზღაურების და სტაბილური სამსახურის შანსს მოგისმობთ. თუ კომპანიამ მოახერხა თქვენი დაყოფა, იცოდეთ, რომ ამას თავისი ცუდი შედეგი მალე ექნება. ამას შემდეგ ხელახალი ერთიანობის მიღწევა გაგიჭირდებათ. ეს ჩვენ თავზე გამოვცადეთ და არ გვინდა თქვენც იგივე დღეში აღმოჩნდეთ. ნუ დათანხმდებით იმ პირობებს, რომლებიც თქვენს შრომას არ აფასებს. ჩვენ, ვინც უკვე ვიცით სოჭკის მმართველობის პირობებში მუშაობის ფასი, ხარს უჭერთ თქვენს სამართლიან ბრძოლას. არ გატყდეთ და მალე ერთად ვნახავთ, რომ თქვენი შემართება და სიმტკიცე სხვა ინდუსტრიულ ქალაქებისთვისაც სამაგალითო და გადამდები აღმოჩნდება. სოლიდარობით ერთი ტყიბულელი მეშახტე. ხალხო, ამ ხნის განმავლობაში ხომ მსგავსი უსამართლობები სამწუხაროდ ამ ქვეყანაში თავზე საყრელად გვაქვს. ცოცხალი ფაქტი სულ ორია დღეს. იბრძვის თავისუფლებისთვის არ დამადგა კაშხალი შენი ინვესტორის გამო, რაღაც ფინანსების და ანგარების გამო, გაითვალისწინე მოსახლეობის მოთხოვნა და ინტერესი. ასევე იბრძვის ბალდა უკვე რამდენიმე წელია. გონი აქ არის ბალდის წარმომადგენელი. მივესალმებ ბალდას, რომელთაც ზუსტად იგივე მდგომარეობა გაუკეთეს. პროვოკაციულად თანამებრძოლი
პარალელურად მინდა ვთქვა რომ დღეს კიდევ ერთი ფაქტი ნახე რა ხდება მოძრაობა ხმა რომელიც 24/7-ზე ჩვენს გვერდით არის რომლებიც არაერთ საპროტესტო აქციაში იღებს მონაწილეობას გამოსახლებებზე უფასოებაზე სტუდენტურ საცხოვრებლებზე ასეთ სოციალურ პრობლემებზე და ერთ-ერთ გამოსახლების პერიოდში მოხდა ინციდენტი დააკავეს 2 ადამიანი წელიწადზე მეტია პროცესი გრძელდება ჭიანურდება მივლენ სასამართლოში გადაიდება დღეს ჩაინიშნა და დღეს აუცილებლად იქ უნდა იყო ხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოთ აკოს და გიორგის წარმატებები ისურვოთ აი ეს აღარ არის უკვე ბიზნესი ეს აღარ არის კერძო ინვესტორი და ინტერესი ეს პოლიტიკა და მინდა გავაგრძელო ბალდაზე საუბარი რომ ზუსტად პროვოკაცია ადამიანები დაჩეხეს დანით დაჩეხეს მაგრამ დაზარალებული დაიჭირეს 6 თვით დაიჭირეს ინდიკო ბჟალავა ხელის გულზე გვიდევს ყველაფერი ხალხო ზუსტად იმას გვიკეთებენ რა ხელწერაც აქვთ და ეს ხელწერები კიდე გაიზრდება ჭიათურაში მაგრამ მე მინდა გთხოვოთ რომ არ შეშინდეთ თქვენ გქონდეთ ინფორმაცია სამართლიანი და გააგრძელოთ ბრძოლა არ ვიქნებით ჩვენ აიღეთ მიკროფონი აიღეთ პოსტები საზღვრები მანგანუმი არ გაუშვათ ჭიათურიდან ყველაზე დიდი ოქროს ბერკეტი ჩვენ ხელშია გავიმარჯვებთ მაშინ თუ მანგანუმი არ გავა ქალაქიდან შეთანხმებების გარეშე ვიდრე ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება მიღწეული ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ვინც მომბრძანდით ამ სამართლობას არ შეეგვე ნამახვანი ამ საუკუნის ერთ-ერთია ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი შედეგია და მათმა ერთიანობამ იმ შეურაცხყოფების მიუხედავად მაინც რომ მიაღწია წარმატება სამართლიან აქ იმყოფება ნამახვანის წარმომადგენლები მინდა აბლობის ხელით დავარცხევ ეს კაცი და ყველას მადლობა მომდანებისთვის ეხლა რაც შეეხება ეგარ ვახსენებ პოლიტიკურ დღეს საპროტესტო აქცია იმართება ჭიათურაში სადაც ქალაქის მერიასთან ახლოს შეკრებილები არიან ჭიათურლები დღესვე 4 მაღაროელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს არა ბატონო ასეთი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტურნი არ აქვს არც სოციი იყოს ხელები თვითონ იყოს თავი აი ასეთი პასუხისმგებლობა და ჩვენ ასეთი პასუხისმგებლობა ვიცით უკვე ამ კომპანიაში 2017 წლიდან სპეციალური მმართველი საშუალო კომპანია რომელიც $2 ყიდულობს ჭიათურაში მანგანუმს და $4 და $5 ყიდის ზესტაფონში ვინ ფარველობს ამ ხალხს ამ საშუალო კომპანიას 230,000 ლარებს ქართულობს ვინ ურიცხავს ფონდში 60,000 ლარებს და ასე შემდეგ გაჩუმება აღარ შეიძლება ხალხო აქ აღარ არის აპოლიტიკური აღარ არის აქ არაფერი უკვე პოლიტიკა ჩვენ შეგვეხო შრომელი ხალხი დააკავა დაიჭირა პროვოკაციების მთელი ქოქოლა მთელი მარაგები აქვს მთელი უშიშროება აქვს და გვერევა იმიტომ რომ დღეს ჭიათურავად ერთი ლამაზი კუთხე 3,000 გასაგზავნილი მოგესალმებით გადავწყვიტე ბოლო ინფორმაცია მოგაწოდოთ ქუთაისში დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი
სადაც 4 მაღაროელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ცოტა ხნის წინ აქ აქციაზე გავრცელდა ეს ინფორმაცია. ვიმყოფებით ჭიათურაში, სადაც მაღაროელები მართავენ საპროტესტო აქციას. რა მოხდა გუშინ 29 აპრილს ჭიათურაში, გუშინ წინ უბრალოდ 2 დღის წინ ჭიათურაში პოლიციამ საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავა. აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი. ოფიციალური ბრალით და შუშის მტკიცებით 28 აპრილს ბრალდებულებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს მიახენეს სხეულის სხვადასხვა დაზიანება. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ბატონო. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 118 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ და მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა დღეს გუშინ გაირკვა, რომ პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა დაკავებულ მაღაროელებს და მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოიყენოს ამ პრობლემა. აი ესე ჩაიქვა. ვისაც აქვს ამის გზაობა, ჩვენი კარიერის ღია. 5 მაღარო აქ არავია გაშლილი და 5 მაღაროელი უკანონო მმართველობისგან, უკანონო პოლიტიკისგან, რომელიც პროვოკაციულად თავს მოგვახვიეს. ეს არის ჩემი თხოვნა ყველას მიმართ. მადლობა. გოდიში. ჩვენი ალდის წარმომადგენელი იმყოფება ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ აბლობისმენდები მინდა ცოტას მივესალმოთ და ყველას მოგვეცემა ჩვენთან ერთად მოკლე სოლიდარობით, აზრის გამოხატვით დღეს უნდა ვისაუბროთ ჭიათურას ჭირდება სტუმრებისგან მოყოლებული მიმდინარეობს პროტესტი მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული ვითარებაა. რა მოხდა თებერვალში? კომპანია ჯორჯიან მანგანიზმა თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის ხელფასის გადახდა და განაცხადა, რომ კეტავდა მაღაროებს. სწორედ ამას მოყვა შემდეგ უკვე ერთი რაღაცა მეთქი. უწყვეტი საპროტესტო აქციები ჭიათურაში. სოლიდარობისათვის. მაგრამ მე მინდა ეხლა გითხრათ თქვენ, რომ როგორი მომავალი ელი ჭიათურას გაჩვენებთ, აქ არის საკმაოდ დიდი ოდენობის პოლიციელი მობილიზებული. პოლიციას ერთი ხაზი აქვს დაკავებული და ამბობს, რომ ერთი ჭიათურელი გზა უნდა იყოს თავისუფალი. სახელით და გვარის გარშემო ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს ვინაობის განხილვის ეშინიათ, რომ მე რამდენი რეპრესიის ან დისკრიმინაციის უსვამელი არ გახდეს. ხალხო, ამას მიაქციეს ყურადღება, მიაქციეთ. ამას ქუთადის მიხაილ სოцкის მოსვლა. მე ვიქნებით ერთი ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც დაქნა, მაგრამ სოლიდარულები არიან, მეტი შეუძლია. არა, ჭიათურა ყოველთვის დადგება ამაყად, სადაც იქნება სოციალური და სამართლიანი პროტესტი. მოგეხავ